არსებობს თუ არა რესურსი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დიალოგის გასამართად. პრემიერის მიერ დისკუსიის აუცილებლობაზე საუბრისა და მორიგი შეთავაზების შემდეგ ხელისუფლების ოპონენტები დიალოგის რესურსს ვერ ხედავენ და ამბობენ, რომ კრიზისიდან გამოსავალი პატიმრების გათავისუფლება და შექმნილი კრიზისის აღიარებაა. მითვისებელი პოლიტიკური ძალა, რომელმაც დაერქვა საკუთარ თავს პრემიერი და ასე შემდეგ, ხოლო მოუწოდებს დიალოგისკენ იმ ადამიანებთან დიალოგისკენ, რომლებსაც არბევს, ცულებში ამტვრევს, აწამებს და ჩვენ ვიცით ამ ხელისუფლების მიმდევრებული დანაშაულებრივი დაჯგუფების დიალოგი, რაც არის საკუთარ ხალხთან, ეს არის ისინი პრინციპში საკუთარ ხალხად ართულიან ამას, ვინაიდან ეს არის რუსული პოლიტიკური ძალა და ეს არის დიალოგის ენა მათთვის არის ცულებში დამტვრევა, საკუთარი მოქალაქეების ცემა, ტანჯვა და წამება, რაც საქართველოს ისტორიას არ აქვს. როდესაც მძევლები ყავს აყვანილი ივანიშვილს, სისხლიან რეჟიმს, უამრავი ადამიანი არის ნაცემი, მათ შორის ჟურნალისტები, თქვენი კოლეგები, 319-ს გადააჭარბა უკვე. ამ შემთხვევაში რა დიალოგზე არის საუბარი, თუ ვინაიდან გრძელდება კიდევ ეს დევნა, ჩვენი ერთობლივი 4-ვე პარტიის კოლ-ცენტრის ზარი არ ჩერდება, დღემდე იჭერენ ადამიანებს, ახლიდან გაყავთ და თუ არ შეწყვეტს ქართული ოცნება ამ მსგავს ძალადობას, რა დიალოგზე საუბარი საერთოდ. დიალოგი მაშინ, როდესაც ადამიანებს აწამებენ და როდესაც ადამიანების სიცოცხლეს საფრთხეს უქმნიან, რა თქმა უნდა შეუძლებელია და ის რომ მათ შორის მას არავინ აღარ ელაპარაკება, გამომდინარე იქიდან რომ ის არც არაფერს არ წყვეტს, კიდევ ერთხელ მოწყობს იმას, რომ დიალოგი ერთადერთი იქნება არჩევნების თარიღზე, მას შემდეგ რაც უკანონოდ დაკავებული პატიმრები გათავისუფლდება. როდესაც დიალოგს თავაზობენ და არ ყოფნის გამბედაობა მიხვიდე ჩაერთო ამ დიალოგში, მხოლოდ ერთ რაღაცას მეტყველებს, რომ სიმართლე არის იმ მხარეს, ვინც თავაზობს დიალოგს და სრული ტყუილი და სიხალბე არის იმ მხარეს, რომელიც ვერ ბედავს და ამ დიალოგში არ ერთვება. ნახოთ, ვინ გამოიყენებს, ვინ ისარგებლებს, ვის ეყოფა გამბედაობა, ვინ არ დაემორჩილება ბულინგს და პირდაპირ პრემიერისგან მოისმენს სიმართლეს და თუ კი მექნება რაიმე არგუმენტი, ამ არგუმენტის თქმის საშუალებაც ექნება, მაგრამ იქამდე ვერავინ ვერ მიდის.